ეხლა ჩემს უკან რომ მანქანა დგას. აი რა უყურებთ, რა მანქანა გგონიათ. ალბათ Toyota, ხო? ან Lexus-ი. არც ერთი არ არის. და მეცაც გეტყვით, საერთოდ ვერ მიხვდებით რა მანქანა, არა იმიტომ რომ ძალიან უცხო ბრენდია, არა, ძალიან ნაცნობი ბრენდია თქვენთვის, მაგრამ აი მაგ ბრენდს ესეთი ვიზუალის მანქანა და ესეთი კლასის მე მგონი არასოდეს არ გამოუშვია. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ მარო და დღევანდელ ვიდეოში უნდა წარმოგიდგინოთ Toyota-ს და Subaru-ს ერთობლივი შვილი, Subaru Solterra. სანამ განხილვას დავიწყებთ, ტრადიციულად პირველ რიგში უნდა წარვადგინოთ კომპანიები, ჩვენი სპონსორები და პარტნიორები, რომლებიც გვერდში უდგანან ჩვენს არხს. პირველი ჩვენი გენერალური სპონსორი კომპანია Trust Import, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ამერიკიდან და კანადიდან ჩამოიყვანოთ საუკეთესო ტარიფით ნებისმიერი სახის ავტომობილი. მათ შორის ესეც, რომელსაც ეხლა წარმოგიდგენთ და ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ უნდა მოგეწონოთ. ჩვენი მეორე სპონსორი არის კომპანია SOCAR Georgia Petroleum, რომელიც ამ ვიდეოშიც გაათამაშებს 50 ლიტრს აწვავს. ამისაც უბრალოდ უნდა დაწეროთ კომენტარებში ნებისმიერი სახის კომენტარი, უბრალოდ უნდა დაფიქსირდეთ და მთავარი პირობა არის, რომ გამოწერილი უნდა გქონდეთ ჩემი არხი. ჩვენი მესამე სპონსორი არის Dunkin-ი. ყავა არის Dunkin-ი, ეს ყველამ კარგად ვიცით. არ ვიცი, მართლა Dunkin-ში არ მახსენდება ყავა, რომელიც ესე გამერისკოს, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ხოლმე ზოგადად ის რაღაცა ექსპერიმენტები, მირჩევნია რაც ვიცი რომ კარგია ისდავლიო, მაგრამ Dunkin-ის ცივი ყავების შემთხვევაში იმდენი ექსპერიმენტი ვატარე და აბსოლუტურად ყველამ გაამართლა ჩემი მოლოდინა, ყველა ძალიან მომეწონა. მაგრამ დღევანდელ ვიდეოში წარმოდგენილი არ გვაქვს ყავა, ძალიან ცხელა. ცივი ყავა რა თქმა უნდა მოუხდებოდა, მაგრამ ახალი სასმელები წარმოადგინე Dunkin-მა სხვადასხვა არომატებით. ეს კონკრეტული არის ჟოლოსა და მარაკუიას არომატით შექმნილი ცივი სასმელი, რომელიც არის უგემრიელესი. აი ძალიან კარგია ზაფხულში თუ რაიმე ცივი სასმელი გინდა და კოფეინი არ გინდათ, მე მგონი რომ იდეალური არჩევანია. და ჩვენი მეოთხე სპონსორი არის Little Tree Georgia, რომელიც გვამარაგებს ხოლმე სურნელოვანი არომატიზატორები და შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ღირებულების და სხვადასხვანაირი დიზაინის მანქანის არომატიზატორები. რა საოცარია მინდია. გადაღებისთვის ზედ გამოჭრილი, თაკარამზე და ქარი. Subaru Solterra არის Subaru-ს პირველი ელექტროავტომობილი, რომელიც 2022 წელს შეიქმნა Toyota-სთან კოლაბორაციით. და არა მარტო პირველი ელექტროავტომობილი, პირველი ლამაზი ავტომობილი, მოდი ცოტა ისეთი ვიქნები. არაპოპულარულ აზრს დავაფიქსრებ და იმედი ამით Subaru-ს ფანებს არ გავაღიზიანებ, მაგრამ მოდი ვაღიაროთ რა, ეხა Subaru-ს არც ერთი SUV რაღაცა განსაკუთრებული სილამაზსა და ესთეტიკით არ გამოირჩევა. იმიტომ რომ Subaru ყოველთვის უფრო პრაქტიკულობაზე იყო გათვლილი, იმისათვის რომ ყოფილიყო უფრო კარგად მოსახმარი, ასე ვთქვათ, პრაქტიკული, კარგი გამავლობა ჰქონოდა, განძლე ყოფილიყო და მისი პრიორიტეტი როგორც ასეთი არასდროს არ ყოფილა, რომ რაღაც მაღალი კლასის ესეთი დახვეწილი ვიზუალის მქონე SUV შეექმნა. და ეს არის პირველი, რომელიც არის მართლა ძალიან ლამაზი, სრულიად განსხვავებული ყველა სხვა Subaru-ს SUV-სგან და ეს არის იმის დამსახურება, რომ ეს არის შექმნილი Toyota-სთან კოლაბორაციით და არის ზუსტი ანალოგი Toyota BZ4-ის. ალბათ გსმენიათ Toyota BZ4-ზე, საკმაოდ იშვიათია საქართველოში. ნუ რა თქმა უნდა ისეთი არა როგორც Toyota RAV4, ძალიან გავრცელებული. არის რამოდენიმე მოდელი შემხვეტრია ქალაქში, მაგრამ ძალიან იშვიათია მაინც, ვიღაცებმა საერთოდ არ იციან თუ ამ ხაზში არსებობს, იმიტომ რომ არც ცენტრში არასდროს არ მინახავს Toyota BZ4 ყოლოდეთ. არის უფრო ისე სხვა რეგიონზე და სხვა ქვეყნებზე გათვლილი და საქართველოშიც რაღაცა კერძო დილერების მიერ შემოყვანილი. ეს არის ზუსტი ანალოგი მისი. ცხვირი არის ერთ-ერთში და აი ხე რაღაცას გეტყვით, მაგითიც მიხვდებით, რომ თავიდან ბოლომდე Toyota BZ4 არის. არა მარტო ვიზუალურად, სავალი ნაწილებიც კი ერთი და იგივე აქვს. ანუ მაგალითად, თქვენ თუ ჩამოიყვანთ Subaru Solterra-ს და გაგიფუჭდებათ, აი რაღაც დაგჭირდებათ ნაწილი, ეს კონკრეტული მოდელი ძალიან იშვიათია საქართველოში, მართლა ალბათ ისე ჩამოსათვლელი დადის, მაგრამ BZ4-ის ნაწილები თავისუფლად წავა და ეხლა ნახეთ. ერთ-ერთი დასტური იმისა, რომ ეს მანქანა არის Toyota BZ4-ის ანალოგი არის ის, რომ აი ეს წინა ბამპერი არის Toyota-ს.
მისმა მფლობელმა, ვინც ჩამოიყვანა ეს საქართველოში, ეს წინა ბამპერი ვერ იშოვა სოლტარას, იმიტომ როგორც გითხარით, ძალიან ცოტა არის საქართველოში და შესაბამისად მისი დაშლები არც ისე მარტივი საშოვნელია, მაგრამ ბიზი 4-ის ბამპერი არის ერთ-ერთი მორგებული და უფრო მეტიც გაჩვენებთ. აი აქ ნახეთ ფარზე რა აწერია. Toyota. იმიტომ რომ ფარიც კი Toyota-სია. თავიდან ბოლომდე ვიზუალი სავალი ნაწილების სალონში რო ჩავჯდებით. ეხლა საწუხაროა ბიზი 4 როთან არ ყავს, არ შეგვიძლია შევატაროთ და გაჩვენოთ რამდენად გვანან ერთმანეთს, მაგრამ მე საბედნიეროდ ნანახი მყავს ეგ ავტომობილი, მიტარებია კიდევაც და რო ვნახე ეს მანქანა, მეთქი იგივე ავტომობილია, უბრალოდ Subaru-ს ლოგო ადევს წინ უკან და საჭეზე. ვიზუალით არის ძალიან ლამაზი. გვერდიდან რომ შეხედავ, პირდაპირ მანიშნებელია იმისა, რომ Toyota-ს ხელი ურევია მასში, Toyota-ს ახალი თაობის ავტომობილები რაც არის, იქნება ეს Venza, RAV4, CH-არი განსაკუთრებით, აი რომ შეხედავ, პირდაპირ იგრძნობა მისი გავლენა, მისი შტრიხები, რაღაცა ნაკუთები აქვს ზუსტად ანალოგიური. აი აქ გვერდით რომ შეხედავ, აი ამ გვერდიდან. აი ნახე ცოტა გვერდიდან რო ჩა. აი სუფთა RAV4-ია. აი RAV4-ის, აი სულ ახალი არა, ეხლა რომ გამოვიდა 26-ში, საერთოდ სხვანაირი, ეგ არა, მაგის წინა 2019-დან რაც გამოდის, ზუსტად ანალოგიურია, ძალიან გავს. მაგრამ ძალიან ლამაზია, მართლა ძალიან მიხარია, რომ Subaru, რომელსაც ამხელა ისტორია აქვს, ძალიან ბევრი გულშემატკივარი და მოყვარული ყავს Subaru საქართველოში, არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ არის, მაგრამ საქართველოში Subaru ძალიან უყვართ, ძალიან დიდ პატივს სცემენ. ჩემო ოჯახში ამ წუთასაც 2 სხვადასხვა მოდელის Subaru-ა და მეც შემიძლია თამამად თქვა, რომ უკარგესი ავტომობილია გამავლობით, გამძლეობით, პრაქტიკულობით, რითიც შეიძლება მანქანამ გასიამოვნოს, არა, რა თქმა უნდა, კომფორტის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეხა Forester-ს და Crosstrek-ს მაგალითად რაც ყავს ჩვენ ოჯახში, კომფორტი არანაირი არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ ზუსტად იცი, რომ გამძლე ავტომობილია, რომელიც თან ყველგან წაგიყვანს, სადაც დაგჭირდება და თან არც გაგაწოლებს ხელოსნებში სიარულით. და ეს კონკრეტული ავტომობილი უკვე ფაქტობრივად იმ ყველა სიკეთეს იმეორებს, რაც ზოგადად Subaru-ს აქვს და ამასთანავე ესე ბონუსად მისი სილამაზეც დაგვიმეტეს. მოდი ხა ჩავიხედოთ საბარგულში. ვაუ. ახლა მხოლოდ საბარგული აქვს. ძალიან დიდი. სიღრმე არ აქვს, მაგრამ სიღრმე არ სჭირდება, ან დაბლა სიღრმეს გულისხმობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი საბარგულია. იმდენად დიდი და კარგი, რომ აი რავი, ყოველთვის შედარებას იმას ვაკეთებ ხოლმე SUV-ების შემთხვევაში, რომ ოჯახი თუ არის, თავისუფლად კარგად ჩაეტევა, იმიტომ რომ კი, რა თქმა უნდა, ეხლა single ადამიანებსაც ყავთ ხოლმე SUV-ები, მაგრამ single ადამიანებს მეგობრებიც ყავს, რომლებთან ერთად დასასვენებლად მიდიან, ანუ 5 კაცი ხო ყველა ვარიანტში ჩაჯდება ხოლმე ამ ავტომობილში. აი 5 კაცის ბარგს ჩემი აზრით თავისუფლად დაიტევს. რა ძალიან მაგარია და ძალიან დიდი კომფორტია. მაგრამ ელექტრონული დახურვის ფუნქცია არ აქვს, ხელით უნდა ჩამოწიო. მაგრამ ნუ ეგ გასაკვირი არც არის ამ ავტომობილის კომპლექტაციაზე ვისაუბრებთ, მაგრამ რადგან ეხლა ვახსენეთ ეს და ეს პრობლემა აქვე ვიტყვი, რომ Solteras 3 კომპლექტაცია აქვს, ეს არის პრემიუმი და პრემიუმი არის ყველაზე დაბალი კომპლექტაცია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. რუტინაა ეს რა ხო ხვდებით, რომ კაპოტში უნდა ჩავიხედოთ რა ხდება შიგნით. მივიხედავთ იმისა, რომ ელექტროა და დიდი ალბათობით საერთოდ არაფერი არ ხდება. აი მე ძალიან ცხელი. აუ! აი მე ვიპოვე. აუ. ეს რა? ეს მანქანა ელექტრო არ არის, ვერ გავიგე. ეს მანქანა სრულიად ელექტრო არ არის? აბა ძრავში რა ხდება, რამდენი შლანგები და ისინი. ანუ მართლა პირველად ვნახე ესეთი ელექტროავტომობილი, რომლის კაპოტი, ეხლა როგორ ხვდიდი იცი, კაპოტს, რომ ანუ საბარგული უნდა დამხვედროდა და აქ მთელი მექანიზმია. ძალიან ცნაური. კაი, მადლობა. ანუ ეხლა ვარ გაოგნებული. ეხლა რო ვხდიდი კაპოტს ველოდებოდი, რომ როგორც Tesla-ში იყო, რომ დამხვდა ჩვეულებრივი საბარგული, საიდანაც ერთადერთი მანიპულაციის ჩატარება შემეძლო, რომ წყალი შემეძლო ეგრეთ წოდებულ დვორნიკებში ჩამესხა, იგივეს ველოდებოდი და ამას რო ავხედე, უკვე
აი ეჭვი შემეპარა რომ ის რაც ზუსტად ვიცოდი 100% რომ მანქანა იყო მთლიანად ელექტრო და არა მაგალითად plug-in hybrid დატენოდი ჰიბრიდი უცბად მხდება აი ეს რაღაც საოცრება ისეთი ჩახლართულობა ხდება ანუ არ ვიცი ეს რანაირი ელექტრომანქანა რა მექანიზმი აქვს შექმნილი ცოტა ძალიან გაოგნებული ვარ მაგრამ ნუ ოკეი რას აღარ ნახო მე პირველად ვნახე ესეთი ელექტრომანქანა და თქვენც ალბათ არ ვიცი თუ აქამდე არ გყავდეთ ნანახი გილოცავთ პირველად ნახვის ბედნიერება გაქვთ ეხლა გეტყვით ამ მანქანის მონაცემებზე ამ ავტომობილს აქვს ორი ელექტრომოტორი წინა და უკან ღერძზე რაც იმას ნიშნავს რომ საკმაოდ კარგი და მძლავრი გამავლობა უნდა ქონდეს და ამას ვნახავთ როდესაც გავივლით და ცოტა უგზობაშიც გადავიდეთ და ვნახოთ როგორ გაკაჩავს ასე ვთქვათ და როგორი გაწევა ექნება იმიტომ რომ ზოგადად Subaru ხო ეგ არის ანუ ავედეა ამის საკონკრეტება მე მგონი საჭირო არ იყო მაგრამ მაინც დავაკონკრეტებ იმიტომ რომ Subaru-ს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიკეთი ასე ვთქვათ და უპირატესობა სწორედ ეს არის 215 ცხენის ძალა აქვს ამ ავტომობილს და ერთი დამუხტვით საშუალოდ გადის სადღაც 354 კილომეტრს გააჩნიათ თქვენ როგორ ივლით გაგრილება გექნება ჩართული თუ არა გათბობა გექნება თუ არა ჩართული და ასე შემდეგ ოფიციალური მონაცემით სულ რომ ყველაფერი ჩართული გქონდა საკმაოდ აგრესიულად იაროთ 350 კილომეტრი ერთი დამუხტვით მაინც უნდა გაიაროს ну ამას უფრო პრაქტიკაში კარგად გაიგებს მისი მფლობელი რამდენად გაატარებს მაგრენს მაგრამ ოფიციალური მონაცემი არის ესეთი რომ სრული დატვირთვით 350 კილომეტრის გავლა შეუძლია ელექტროავტომობილი ცოტა კი პრობლემაა ხოლმე საქართველოში იმიტომ რომ სადღაც რომ მიდიხარ ძალიან ბევრი გათვლები გჭირდება სად უნდა ჩახვიდე სადაც შეგიძლია გზაზე დატევონ და ამ შემდეგ მაგრამ ну აქედან ბათუმში ესეთ ყველაზე ბოლო პოპულარულ წერტილში თავისუფლად ჩახვალთ ერთი დამუხტვით სულ კონდიციონერით იაროთ და ну გზაში მოგიწევთ დატენვა მე და მე ბათუმშიც ყველგან დასაერთებლად სიარული. მაგრამ რას ვიზავთ? კომფორტი მოითხოვს მსხვერპლს, ასე ვთქვათ, თუ გინდათ თქვენ იაფად და ხარისხიანად იაროთ და საწოლში თანხა არ დახარჯოთ, მაშინ ეგეთ შემთხვევაში ხო, მოგიწევთ მაგაზე წვალება. ეხლა ჩავჯდეთ უკანა სავარძელზე როგორც მგზავრი და შევაფასოთ მისი კომფორტი და მოცემულობა. რო გითხრათ გასაგიჟებელი სავარძელი აქვს თუ საერთოდ არა. ჩვეულებრივი მე რო ვიდე ხოლმე ტაფა სავარძელი აქვს, ცოტა არ იყოს. დიდია კი სიგანეში, სიგრძეც საკმაოდ ზომა, ანუ სამი ადამიანი ძალიან კარგად დაეტევა, თუ შუაში ბარის გადმოწევა გჭირდებათ. ვაქვს ტელეფონის შესაძლებიც ყოფილა. ესე და ჭიქებისაც. მაგრამ ეხლა რო ვთქვა რომ ისეთი მაგარი სავარძელია რომ აუ ესა დაუჯექი მეთქი და აქედან თეირანში ისე ჩავალ მეთქი რომ ზურგი არ ამტკივდება თქო მოგატყუებთ მაგრამ სივრცე ძალიან დიდია აქ კი ხედავთ რამხელა სივრცე მაქვს სკამსა და ფეხებს შორის აქაც ხედავთ რამხელა სივრცეა ან ჩემზე კარგად მაღალი ადამიანის თავისუფლად დაჯდება და ესე მოხრილი არ იქნება ჩემი ოპერატორი რო იჯდა Fiat Abarth-ის უკან სავარძელზე და მე კიდე რო ქონდა გაშიშებული დანარჩენი ისეთი არაფერი განსაკუთრებული მონაცემები უკან სავარძელზე არ აქვს იმიტომ როგორც გითხარით ეს არის ყველაზე დაბალი კომპლექტაცია ამ კონკრეტულ მოდელში სავარძლებიც იმიტომ არის ნაჭრის და არა ტყავის, მაგრამ აქ მე დავაფიქსირებ ერთ აზრს რა, რომ ტყავის სავარძელი ზაფხულში არის მართლა კატასტროფა. მესმის რომ ცოტა ესეთია დიდრულია, კარგია, მაგრამ აი ტყავის სავარძელი ზაფხულში რომ ხურდება, აი მასზე დაჯდომა არის ყოველად შეუძლებელი. განსაკუთრებით თუ გოგო ხარ და ის გაცვია, მოკლე კაბან, მოკლე შორტი გაცვია. აი საშინელება, ამიტომ მე ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ტყავის სავარძელი რამეთ კომფორტულია. ზამთარში ნუ ახლა უფრო ცივდება, მაგრამ ახლა ეგეთი ის არ არის, ეგეთი კატასტროფა არის, როგორც ზაფხულში. ამიტომ მიშა ტყუილად მიყურებ ჯაჯმენტს თვალებით, მე ჩემი არაპოპულარული აზრია, რომ ტყავის სავარძელი ძალიან არაკომფორტულია. ანუ შეყოლა მანქანაში დააყენებდი აი ეგეთ ნაჭის სალონს? ანუ არ დავაყენებდი მესმის რომ ის არის მდიდრული, ლამაზი, მაგრამ რა ვქნა, რა კომფორტულია ეხლა და სად გავექცევით მაგ აზრს? ანუ დააყენებდი შემანქანებში? ხო. დავაყენებდი, აი ეგრე. მე რა ვქნა, ზაფხულში ნაჭრის სალონი მანქანაში ჩაჯდომა გაცილებით უფრო მარტივია. ვიდრე ტყავის სალონში. თუ რა თქმა უნდა, ყველა მხრიდან მზის ამრეკლი არ გაქვს დაყენებული და ოდნავ შენარჩუნებული არ გაქვს ტემპერატურას მანქანაში, რომ ეს გადახურებული არ იყოს, ეს ზედარ მიიბრაწო. აუ. M6 ხო გაქვს სიდენიების გაგრილება?
კარგად იყავით, წავედი. კაი სავარძელია, მომეწონა. ანუ სივრცე კარგია, ნორმ, სავარძელიცაც არა უშავს, გაძლებადი არის. რაც მთავარია, მიჭეჭყილი არზი ხარ და აი როგორც Toyota-ს შევადარებთ CHR-ში რო კატასტროფა ხდება უკანა სავარძელზე, აი ეგ აქ არ დაგემართებათ. გადმოვედით ახლა მძღოლის მხარეს და გაჩვენებთ რა ორიგინალური და განსხვავებული ინტერიერი აქვს. არა მარტო Subaru-დან, Subaru-ს ინტერიერთან ხო საერთოდ შედარებაც არ არის, მაგრამ თვითონ სტანდარტული Toyota-ვისგან ძალიან განსხვავებული, ორიგინალური და ლამაზი ინტერიერი აქვს. მე ძალიან მომწონს. უბრალოდ აქაც რა თქმა უნდა Toyota BZ4-ის შინაგან სამყაროს იმეორებს, იმიტომ რომ სანამ ამ ვიდეოს დავიწყებდით, მანამდე story დავდე. აქ მაქვს ხელი დაფარებული და კითხვა დავსვი, რომ აბა თქვენი აზრით, მეთქი თუ გამოვიცნობთ რა მანქანაა. მხოლოდ აი ამით უნდა მიმხდარი იყვნენ და რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა მოიწერა Toyota, აი 99% მოიწერა Toyota. ვიღაცებმა რაღაც სულ სხვა მოდელი დაასახელეს, უბრალოდ იმ მოდელებს, უბრალოდ სხვა მარკა დაასახელეს, იმ მარკას ასეთი ინტერიერის მქონე მოდელი არ ყავთ, უბრალოდ ივარაუდეს, იმიტომ რომ მე ვთქვი, რომ ვერც იფიქრებთ მეთქი, რომ ამ მარკას შეიძლება ესეთი ინტერიერის მანქანა ყავდეს თქო, მაგრამ რა თქმა უნდა, Subaru არავის არ დაუსახელებს. იმიტომ რომ არავინ არ იცის როგორ ჩანს რომ Subaru-ს ესეთი მანქანა ყავს. მოკლედ ეს არის Subaru. არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ნუ რა გავაკეთო რა, ეხა ქართული შესატყვისი ვერ ვიპოვე და თქვენ თუ იპოვით ტორპედოს ქართული შესატყვი, ხო წინა ნაწილი და ესეთი რაღაცა ძალიან ზოგადი სიტყვები არ მინდა. აი ზუსტად თუ იცით ტორპედოს ქართული შესატყვისი მითხარით და ამიერიდან მაგას გამოვიყენებ ხოლმე. ესეთი არასტანდარტული ზომის, რომელიც ესე ღრმავდება აქ ჩადის და რაღაცნაირი სათავსოს სივრცეს ქმნის, იმიტომ რომ აქ რაღაცას ჩადებთ, ხო? ან მუხრუჭის დროს მაგალითად უკან არ გადმოვარდება. მუხრუჭის დროს უკან როგორ უნდა გადმოვარდეს პირიქით წინ მიდის. ძლიერი გაზის დროს უკან არ გადმოვარდება. არ წინ არ გაიქცევა, იმიტომ რომ ბარიერი აქვს. თან ნახეთ როგორ ესეთი ნაჭერი არის გადაკრული. ანუ პლასმასი ზოგადად ახლა მატერიალებით დიდად ვერ დაიკვეხნის ეს მანქანა, რომ რაღაცა ჰაი კლასის მატერიალები აქვს, მაგრამ იმასაც ვითვალისწინებ, რომ ყველაზე დაბალი კომპლექტაცია და ამის უმაღლეს კომპლექტაციაში მე მგონი ნაჭერსაც ალბათ ვერ შევხვდებით, აქ უფრო ვფიქრობ ტყავი იქნება გადაკრული. მაგრამ რაღაცნაირი ორიგინალურია, აი ტორპედოზე გადაკრული ნაჭერი და რა ვიცი, მე მივესალმები, საერთოდ არ მაქვს არანაირი პრეტენზია. მეორე, რაც ძალიან მომწონს, ნუ ეს დიდი ეკრანი, რომ არის მართალია ძალიან დიდი არ არის, ეს ჩარჩოა, ამაში ეკრანი მხოლოდ ეს არის და ეკრანში გამოსახულება მხოლოდ აი აქ არის. რართულია ღმერთო, შავი ავტომობილი, აი ოდნავი მტვერი შემოვა თუ არა, ეგრევე ყველაფერი ზედ ემჩნევა. ძალიან დიდი მოვლა ჭირდება შავ სალონზე ზოგადად შავ ავტომობილს. თან აი მოდი გავააქტიურებ მანქანას, რომ უფრო უკეთესად დაგანახოთ. საერთო ჯამში ნახეთ, დიდი ეკრანი აქვს, ან დიდი ეკრანის ასოციაციას იძლევა, რომელიც ესე ჩამოდის და აქვს ორ განყოფილებიანი ბარი. ეს მომწონს ხოლმე აბსოლუტურად ყველა მანქანაში, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კომფორტულია. აი ეხლა მაგალითად მე ავდგებოდი და ჩემს ჩანთას აი აქ დავდებდი პირდაპირ და ესე უკან გადასროლა, ან გვერდით მგზავრისთვის მიგდება არ დამჭირდებოდა და ეს არის ძალიან კომფორტული. სიჩქარის გადამრთველი ბერკეტი არის კიდევ ძალიან ორიგინალური. სტანდარტულისგან განსხვავდება, ანუ არ არის ისეთი, რასაც ვართ ჩვენ მიჩვეული ტრადიციულ სიჩქარის ბერკეტს არის ესეთი და ეს უნდა დააწვეთ. ეს უნდა დააწვეთ და ასე გადართოთ. დააწვეთ და ასე გადმორთოთ. უბრალოდ უნდა გადმოწიოთ. არ გადმოდის, თავის ადგილზე უბრუნდება ისევ. მერე დააწვევთ, ჩააგდებთ ენში, მერე პიში და всё, ამითი დააპარკინგებთ ავტომობილს. აქ აქვს ერთი ესეთი ხელის ბარი. ოუ, რა მაგარია. ანუ ნახეთ, ეს ხო არის. ხოთ შორის რაღაცა ფარულ სამალავად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ახლა რა ვხდა და მეგონა რომ მხოლოდ ეს იყო და ეს იღრმო, მაგრამ ინსტინქტურად ამოუწია და ავხადა და აღმოჩნდა აქ უფრო ისეთი უფრო ღრმა სათავსო, სადაც შეგიძლიათ რაღაცები შეინახოთ და ვიღაცა შეგიძლიათ თვალი აუხვიოთ, ასე ვთქვათ და უთხრათ, აი მხოლოდ ეს არის, არაფერი არ მინდოს. ესეთი ჯამი მოყვება. და აქ არის კიდევ ერთი პატარა სათავსო, აქ ალბათ USB პორტი აქვს. ალბათ რაღაცას შევაერთებ, ან ხურდას ჩაყრი, ან ტელეფონს ჩადებ და ასე შემდეგ. მაგრამ მარტო USB პორტი არ აქვს, რა თქმა უნდა, აქვს ასევე Type-C პორტებიც და აქ ეს არის ალბათ ტელეფონის დასადები, სანამ ტელეფონი იტანება, რაიმე მსგავსი არის, ცოტა რაღაცა არაკომფორტული აქვს ტელეფონი ჩადო, მაგრამ ოკეი. ის გვაქვს.
როგორ დავიჯერო ეხლა რომ არ გვაქვს ის ეგრეთ წოდებული ხელთათმანების უჯრა, ანუ ბარდაჩოკი არ გვაქვს. ეხლა მოდით რა ვქნათ, დავიძრათ. წავიდეთ და მე მოგიყვებით ამ მანქანის ფუნქციებზე, ერთ განსაკუთრებულად კარგ ფუნქციაზე, რომელიც ზოგადად Subaru-ში არის და კარგია რომ ამ ავტომობილშიც აქვს გამოყენებული და მოკლედ ვნახოთ, ცოტა უგზოობაშიც გადავიდეთ და იქაც გამოვცდით როგორი იქნება. პირდაპირ აჩქარებას ვნახავ ახლა. ძალიან კაი აჩქარება აქვს. თავიდან კი რა თქმა უნდა, ეხლა ეგრევე მოწყოდით, არ გარბის მაგალითად, როგორც Tesla Model S-ი გავარდება, მაგრამ ძალიან მალე ვეკრებს სიჩქარეს და მე აი ზუსტად ის შეგრძნება მოაქვს, რაც ზოგადად ელექტროავტომობილებში ძალიან შემიყვარდა, რომ ჩააჭერ და მყისიერი რეაქცია აქვს. როგორც ამ მანქანას უწერია, 100 კილომეტრს ავითარებს 6.9 წამში, რაც არც ცუდი მიჩვენებელია, მე ვფიქრობ. 215 ცხენის ძალის მქონე ავტომობილისთვის 71 კილოვატი არის ამ ავტომობილის ძრავი და რა ვიცი, მე მგონი SUV-ისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია. მოდი ახლა ვისაუბროთ მანქანის ფასს გეტყვით, დაახლოებით რის ფარგლებში შეგიძლიათ ეს ავტომობილი რომ შეიძინოთ. დაახლოებით რა ბიუჯეტი უნდა გქონდეთ გათვლილი. საშუალოდ 20-დან ზევით აუცილებლად 22-დან 25-ის ფარგლებში მერყეობს ამ მანქანის ღირებულება. გააჩნია კომპლექტაციას, როგორც გითხარით, სულ აქვს 3 კომპლექტაცია, ეს არის პრემიუმი, არის ლიმიტედი და არის ტურინგი. ტურინგი ზოგადად ყველაზე მაღალი კომპლექტაცია ამაში, ალბათ გაცილებით უფრო მეტი კომფორტის კომპონენტი აქვს, ექნება ტყავის სალონი, შეიძლება პანორამა ჭერიც გქონდეს, არ მქონია შეხება, ზოგადად პირველად ვეხები ამ ავტომობილს და პირდაპირ ეგრევე დაბალი კომპლექტაცია რო არის წარმოდგენილი კარგია, იმიტომ რომ დაბალი კომპლექტაციით შეგექმნება წარმოდგენა მინიმუმ რას უნდა ელოდოთ ამ ავტომობილისგან და უფრო მაღალ კომპლექტაციებში გეცოდინებათ რომ გაცილებით უკეთესი და გაუმჯობესებული მონაცემები ექნება. შეგიძლიათ მიმართოთ კომპანია Trust Imports, მოგიძებნით და ჩამოგიყვათ კარგის ავტომობილს თან ისეთ ფასად, ისეთი ტარიფი ექნება ტრანსპორტირებაზე, რომლის მსგავსაც მართლა ძნელად უნახავთ საქართველოში, მაგრამ თუ ლუჯინი გეზარებათ და ახლავე გინდათ თქვენ ჩემნაირ შვიდთვიანი ვიყავთ და ყველაფერი დღეს კი არა გუშინ გინდათ, მაშინ შეგიძლიათ კონკრეტულად ეს ავტომობილი შეიძინოთ, იმიტომ რომ როგორც მისმა მფლობელმა თქვა, ყიდის ამ ავტომობილს და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და ადგილზეც ნახოთ ეს ავტომობილი, გამოსცადოთ როგორია და მიიღოთ გადაწყვეტილება. ხედვის არეალს გეტყვით ახლა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე ჩემთვის მანქანაში, იმიტომ რომ ანუ რაღაცნაირად სხვანაირ კომფორტს მიქმნის, როდესაც აი გავხედავ და ყველაფერს ვხედავ. იმიტომ რომ ჩემთვის იმდენად დიდი დისკომფორტია, რაღაცა ხედვის პატარა არეალი, რა თქმა უნდა ყველაფერი მიჩვევაზეა, მაგრამ თავიდან ძალიან მიჭირს ხოლმე მიჩვევა. აი სათვალის ტარებაც კი არ მიყვარს, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაცა ვიწრო იმიდან ვიყურები რა და ზუსტად ეგ შეგრძნება მაქვს ხოლმე, როდესაც ან პატარა საქარე მინა აქვს, ან ესე დაწეული ჭერია და რთულად გამოსახედია. კარგი ხედვის არეალი აქვს ძალიან, ანუ ძალიან დიდი საქარე მინა აქვს. აი ეს ნაწილი რომ ყოველთვის რაღაცნაირად გვეფარება ხოლმე და ბრმა ზონას გვიქმნის. ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაგალითად ეგ შეგრძნება საერთოდ არ მაქვს, იმიტომ რომ გვერდითებს ფანჯრებით საკმაოდ დიდია და საერთოდ ჯამში, აი არ ვიცი, ძალიან დიდი კომფორტია ხა ჩემთვის, აი შეგრძნების დონეზე რომ კარგად გრძნობ თავს რაღაცა კომფორტულად და იმედიანად რომ აბსოლუტურად ყველაფერს ხედავ, ზუსტად აი ეგ მომენტი მაქვს. ხმის იზოლაციას რაც შეეხება, ესეც ანალოგიურად ძალიან კარგი. ეხლა არის გარეთ ძალიან ქარი, აი სადაც ვართ არის ძალიან ქარი და საერთოდ არ შემოდის აი ეგ ქარის ხმაური, რაც სხვა მანქანების შემთხვევაში ძალიან შევუწუხები ვარ ხოლმე მაგ ფაქტორს და აი ეს მაფიქრებინებს იმას, რომ ცოტა შორგზე მაგისტრალზე როდესაც გავალ და ავტობანზე დიდი სიჩქარით რომ ვივლი, იქაც ანალოგიურად არ შემოწუხებს ეს ავტობანის ხმაური, იმიტომ რომ ავტობანზე ზოგადად მართლა საშინელი ხმა შემოდის ხოლმე, როდესაც ეგეთ დიდი სიჩქარით მიდიხარ და მე პირადად ძალიან მაწუხებს ხოლმე, აი ხანდახან მუსიკას კი ვერ ვუსმენ, ნორმალურად იმდენად შემაწუხებელია. ახლა გადავხოთ ცოტა უგზოობაზე და ერთ ძალიან მაგარ ფუნქციაზე გეტყვით, რაც აქვს ამ ავტომობილს და რაც არის Subaru-თვის
ასე ვთქვათ, როგორ თანდები რა, ვინც Subaru იცის, ეს ფუნქცია არავის არ გაუკვირდება, უბრალოდ აღსანიშნავი და ძალიან კარგია, რომ Subaru ან კონკრეტულ ავტომობილშიც ჩადო. ეს არის X mode. როდესაც X mode-ში აგდებთ, X mode არის ელექტრონული სისტემა, ასე ვთქვათ, რომელიც თვითონ არეგულირებს როგორ იაროს მანქანამ რთულ ზედაპირებზე. რთულ ზედაპირებზე მოიაზრება რა? ეს არის თოვლი, საკმაოდ ღრმა თოვლშიც შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ, ასევე არის ტალახი, სველი ბალახი და ასე შემდეგ. მოკლედ, ნებისმიერი ზედაპირი, სადაც ავტომობილს მოჭიდება ცოტა უჭირს და არც ისე მარტივია და ასე ვთქვათ, რეგულირება და კონტროლი ჭირდება, როგორ იმართოს 4/20 სისტემა, მუხრუჭი როგორ გამოიყენოს, როგორ განაწილოს სიმძლავრე და ასე შემდეგ. ეს არის Subaru-ს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფუნქცია, რომელიც დასაფასებელია, რომ ელექტროავტომობილშიც გადმოიტანა, იმიტომ რომ ძირითადად ელექტროავტომობილები გათვლილი არის ხოლმე, აი პარკეტის ჯიპებია, ასე ვთქვათ რა, ქალაქზე მორგებული ავტომობილებია, რომლებიც რომლითაც off-road-ში წასვლას, აი საერთოდ არავინ არ გეგმავს და ძალიან მაგარია, რომ Subaru-მ აი ეს თავისი მთავარი ნიშა რაც არის, რომ არის გამძლე, პრაქტიკული, მოსახერხებელი მანქანა, რომლითაც შეგიძლია წახვიდე ყველგან, სადაც დაგჭირდება და არ გქონდეს არანაირი შემაფერხებელი ფაქტორი, აი ეგ ელექტროავტომობილშიც შეინარჩუნა და მოგვცა იმის საშუალება, რომ გყავდეს ეკომეგობრული, ეკონომიური ავტომობილი, რომელიც ძალიან ლამაზი და ესთეტიურია, გასაპრანჭი მანქანა და ამასთანავე გაქვს საშუალება, რომ ნებისმიერ სიტუაციაში გამოიყენო. გადაადგილდე ქალაქშიც და ასევე წახვიდე off-road-შიც, რა ვიცი, ალბათ ნებისმიერი სირთულის გზაზე. რა თქმა უნდა, ეხლა ისეთ off-road-ში ვერ წახვალ, სადაც სპეციალურად მაგისთვის მომზადებული მანქანა გესაჭიროება, მაგრამ ამ ავტომობილს აქვს საკმაოდ მაღალი კლირენსიც. ელექტროავტომობილს შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მაღალი 21 სანტიმეტრია, რაც გაძლევს ავტომატურად იმის საშუალებას, რომ საკმაოდ უსწორმასწორო გზაზეც თავისუფლად, აუღელებლად გადაადგილდე. ეხლა მაგალითად გამოვიარეთ საკმაოდ რთული ადგილები, აი ესეთი ძალიან უსწორმასწორო რელიეფი, სადაც ცოტა ისე ვიყავი დაეჭვებული, რომ გავივლიდით თუ არა, მაგრამ ძალიან კარგად გაართვა თავს და ამასთანავე ყველაზე მაგარი ის არის, რომ ურბილესად დადის. იცით რა რბილად დადის? აი ისე ჩავდივდი და ამოვდიოდი იმ უსწორმასწორო გზაზე, სხვადასხვა ზედაპირზე, რომ არანაირი დისკომფორტის შეგრძნება არ მქონია. აი აკვანივით ირწევი, რაც ძალიან მაგარია. მე ძალიან მომეწონა ეს მანქანა მართვაში. აჩქარება ძალიან კარგი, ხმის იზოლაცია არაჩვეულებრივი, სირბილე, კომფორტი, თვალთახედვის არეალიც მათ შორის. რა ვიცი, ყველაფერია რაღაცნაირად თავმოყრილი ამ ავტომობილში, სილამაზეც, კომფორტიც, გამავლობაც, აჩქარებაც შესაძლოა. რა თქმა უნდა, ხა სპორტულ იმებს ვერ დაიკმაყოფილებთ, მაგრამ არც ზოზინა არ არის, რომ აი ჩააჭიროთ და ელოდო როდის გაგიყვანს ეგრეთ წოდებულ აბგონზე, რაც ძალიან მაგარია. საკმაოდ კარგი ინვესტიცია, ასე ვთქვათ, და უფრო გადაწყვეტილება, რომ იყიდო ავტომობილი, რომელიც ყველაფერს ერთდროულად გაძლევს. ზოგადად ელექტროავტომობილის შეძენის გადაწყვეტილებას რო იღებ, ხოლმე რაღაცნაირად მგონია, ყოველ შემთხვევაში აქამდე მეგონა, რომ აი ეს არჩევანის გაკეთება გიწევს რა, რომ აი, კაი, ახლა მე ვიყიდი ამას, შედარებით უფრო იაფად ვივლი, თანხას დავზოგავ, მაგრამ იმის კომფორტი არ მექნება, რომ ეხლა სადაც მინდა იქ წავიდე ამ ავტომობილით და ყველგან გამომყვება და ყველგან გამიქაჩავს, ესე ჟარგონულად რომ ვთქვა. მაგრამ აი ამ ავტომობილის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მაგ არჩევანის წინაშე არ დგები, იმიტომ რომ პარკეტის ჯიპიც ყავს, ძალიან კოპწია და ლამაზი და ამავე დროს ყავს off-road-ისთვის გათვლილი, მთლიანად მომზადებული მანქანა, რომლითაც, არ ვიცი, ნებისმიერ მაღალმთიან რეგიონში და უსწორმასწორო გზაზე შეგიძლია რომ წახვიდე, რაც ძალიან დიდი კომფორტია ჩემი აზრით. და ასევე ამ ავტომობილს Solterra-ს აქვს ერთი ძალიან მაგარი ფუნქცია, რასაც ქვია grip control. ეს არის off-road-ის კრუიზ კონტროლი, რაც იმას ნიშნავს, როდესაც მაგას ჩართავ, მხოლოდ საჭეს ატრიალებ, მეტი არაფერს, დანარჩენი თავისით არეგულირებს აბსოლუტურად ყველაფერს, გაზს, მუხრუჭს, სად როგორ უნდა წავიდეს, რაინერთ უნდა ავიდეს, რაინერთ უნდა ჩამოვიდეს და ასე შემდეგ. ანუ
რო შეხედავ რაღაცა ისეთი მანქანაა რა, მართლა პარკეტის ჯიპი გეგონება და ამ დროს, არ ვიცი, თავიდან ბოლომდე მორგებულია იმას, რომ უგზოობაში მაქსიმალურად კარგად და კომფორტულად გატაროს, რა ძალიან მაგარია. აბა რა სიტყვით მეგობრებო, როგორ მოგეწონათ ეს მანქანა? თქვენ როგორ შეაფასებდით? ჩემი შეფასება არის ესეთი, რომ ეს არის ლამაზი, ეკონომიური და კარგი გამავლობის SUV, რომლითაც შეგიძლიათ თან გაიბრანჯოთ და თან ყველგან წახვიდეთ. მეგონი ძალიან დიდი კომფორტია. თქვენ რა სიტყვით? დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. თან გახსოვდეთ, რომ ყველა კომენტარი არის მომგებიანი და არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, რაც ყველაზე დიდი мотиваციაა ჩემთვის. და მე დავრწმუნდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის თქმა ვიდეოებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კრეატორი მაგის მერე გამომიწერია, იმიტომ რომ მანამდე მიუხედავად იმის, რომ მე თვითონ ვარ კრეატორი და მე თვითონ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ყველა გამომწერი, ისევ ვუყურებდი, რომ გამოწერილი არ მქონდა. ხო, და მაგის მერე აი ავდგარო და ეგრევე დამიკლიკე და თქვენც ახლა დაკლიკეთ subscribe-ზე, ძალიან გამახარებთ, თქვენთვის არის უმარტივესი პროცედურა და ჩვენთვის ყველა კრეატორისთვის ძალიან დიდი мотиваცია. დროებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.